წამომყევით დღეს ერთად ვნახოთ გამორჩეული სასტუმრო ამბასადორი გოდერძი. სხვათა შორის საოცარი ამინდი დაგვანახოთ. ასე წამომყევით და შევაბიჯოთ ამბასადორი გოდერძის სასტუმროში, რომელსაც უნიკალური მდებარეობა აქვს. განსაკუთრებით გადაწყვეტე ამ ინტერიერის დიზაინის განხილვა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის რიგითი სასტუმროს დიზაინი. არამედ კონცეფცია მთავარი, რაც მთას უხდება, არის შენარჩუნებული, რამაც ძალიან მიიქცია ჩემი ყურადღება. ეხლა გადავინაცვლებ სივრცეში, სადაც ყოველდღიურად არაჩვეულებრივად ვსაუზმოთ და აქ შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელი კერძებიც, ეხლა კი გადავიდეთ შედარებით წინა მხარეს. ინტერიერში აშკარად გამოყენებული არის მასიური ბუნებრივი ხე, ქვის ტექსტურები, დიდი პანორამული ფანჯრები, საიდანაც არაჩვეულებრივი მთის ხედები იშლება ყველა მხრიდან და ესეც ინტერიერის ნაწილია. ასევე თბილი განათება და მაღალი ჭერი. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქმნის სივრცეს, რომელიც ერთდროულად არის მყუდრო, ამასთანავე თანამედროვე და გრანდიოზული. სასტუმრო გვთავაზობს უამრავ სხვა ბენეფიტს, მაგალითად, აქვე შეგვიძლია ვიქირაოთ სრიალისთვის საჭირო ყველანაირი ინვენტარი და პირდაპირ გავიდეთ საბაგიროს. ყველაზე მეტად სიმართლე გითხრათ, ეს მომწონთ. აბსოლუტურად ყველაფერი რო ერთ სივრცეშია და არსად არ გვეწევს ზედმეტად გადაადგილება. დაბრუნებულებს შეგვიძლია კარგი დრო გავატაროთ უკვე და ვითამაშოთ სხვადასხვა სამაგიდო თამაში, ასევე რა თქმა უნდა, ცალკე არის გამოყოფილი ბავშვისთვის სივრცეები. ეხლა კი დაუბრუნდეთ ისევ ინტერიერს და ვიტყვი, რომ ამ ჭაღზე ვარ აღფრთოვანებული და ყველა მხრიდან ვაპოზიორე. ავიდეთ ოთახში, ესეთი შესასვლელი აქვს ოთახს და ვნახოთ დაახლოებით როგორი ხედები აქვს ოთახებს. აქვე შეამჩნევდით იმასაც, რომ ოთახიდან ჩანს არაჩვეულებრივი გარე ჯაკუზი, რომელიც ვიტყვი, რომ ამ სასტუმროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩემთვის. გადავინაცვლოთ ახლა პირველ სპაში, სხვათა შორის ორი სპა არის, ერთი A ბლოკში და მეორე B ბლოკში. ეს არის, საიდანაც შეგვიძლია დავტკბეთ სხვადასხვა ხედებით და ასევე გარე სივრცეში ვისიამოვნოთ ცხელი წყლით, თან წარმოიდგინეთ თოვდა და არ ვიცი, ძალიან კარგი და სასიამოვნო შეგრძნება იყო. ეხლა კი ვნახოთ მეორე სპაც, ეს არის შედარებით დახურული სივრცე, სადაც უკვე შეგვიძლია სხვადასხვა სარელაქსაციო მასაჟიც კი გავიკეთოთ. მოკლედ, მე პირადად ძალიან მომწონს ეს სასტუმრო და იმედია თქვენზეც ესეთი შთაბეჭდილება დატოვა. კიდევ ერთხელ დავბუდიალობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სივრცეებია და ყველა სივრცე არის სხვადასხვანაირად დაგეგმარებული. თქვენ კი აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი ინტერიერის დიზაინის სტილი. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ მთაში ზუსტად არის გათვლილი ის დიზაინი, რომელიც ამბასადორი გოდერძის სასტუმროს აქვს. რაც მთავარია, სივრცე ისე არის დაგეგმარებული, რომ სტუმარი ყოველთვის ხედავს დიდ მთებს და ტყეებს, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რა საოცარ გარემოში ვიმყოფებით. ესეც ექსტერიერი, გარეთ ისევ ლამაზად თოვს. გამოიწერეთ ჩემი გვერდი და დროებით.